ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს. მისი დაბარების საბაბი 319 მუხლით მიმდინარე გამოძიება, რაც უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. თარგამაძეს და კიდევ რამდენიმე ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოს სუსი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან და ასევე საქართველოში ირანის გავლენებთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო ედავება. ყოფილი დეპუტატი მამუკა მდინარაძის უწყებამ რამდენიმე დღის წინ საჯარო განცხადებით სამთავრობო მედიის პირით დაიბარა. ამ ფორმით დაბარების მიზეზად კი განმარტა, რომ თარგამაძე ვერ იპოვა. ამ მომენტისთვის ყოფილ დეპუტატს საზღვარი ოფიციალური გზით ჰქონდა დატოვებული, ის უკვე ქვეყანაშია და ახლა უწყებაში იმყოფება. ფორმულას ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ნანო, რითი ხსნის თარგამაძე მისი ამ ფორმით და ამ საკითხზე დაბარებას მოგვიყევი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების შეკითხვებს ამ წუთებში პასუხობს. დაზუსტებით კონკრეტულად ვერ ვიტყვით თუ რომელ განცხადებებთან დაკავშირებით არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც სხვათა შორის დაახლოებით 1 თვის წინ დატოვა საპატიმრო დაბარებული უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა რაც ამ ეტაპისთვის ვიცით დანამდვილებით არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით აქვს გამოძიება დაწყებული და გივი თარგამაძე არ არის ერთადერთი, ვინც დაიბარეს სწორედ ამ გამოძიებისა და ამ საქმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. კიდევ 4 პირი დაიბარეს გასულ კვირას მამუკა მდინარაძის უწყებაში იდენტურ საქმეზე. მას შემდეგ რაც გივი თარგამაძე დატოვებს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მეტი გვეცოდინება თუ კონკრეტულად რა განცხადებებთან, რა ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვეს მას შეკითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა, თუმცა ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვივარაუდოთ და ამას თავად გივი თარგამაძეც ვარაუდობს, რომ ის დაბარებულია მედიაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. უფრო ზუსტად მან ისაუბრა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ნათია გოგსაძის საავტორო გადაცემაში ირანული წარმოშობის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ისაუბრა საქართველოში ირანულ გავლენებთან დაკავშირებით, იმის მნიშვნელობაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაინტერესდეს რეალურად ირანული გავლენების მოკვლევით ჩვენს ქვეყანაში, დაინტერესდეს მათ შორის ამ უნივერსიტეტის წარმომავლობითა და მისი საქმიანობით. გივი თარგამაძე მედიასთან გააკეთა კომენტარი, ვიდრე შევიდოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მან თქვა, რომ ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლის სუსისთვის. ვიპოვე ჩემი თავი, როგორც იქნა და წარმოვადგინე სულში, ან კიდევ არანაირ სასამართლო, თუმეტეს კიდე დამატებით სუსის კონტროლირება და ერთი ფიგურა მოსამართლე ნამდვილად ხალხდება იმისთვის, რომ ამათ დავადეპარო. რაც შეეხება სათქმელს ძალიან ბევრი მაქვს, არ ვიცი მომისმენენ თუ არა, ძალიან ბევრი მაქვს. მაგალითად რა? მაგალითად იმას, რომ მიხედონ საქმეს. ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს, მათ აქვს დასასაბუთებელი, რატო დამიზახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს, როდესაც აკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც თურმე მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად. ეხლა წავიდნენ ის 300 ადამიანი გააკონტროლონ, იმიტომ რომ ისინი თუ გაიფანტენ ეხლა მთელ სოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული და არ იციან ამათ, მაგრამ აქვთ მიღებული. აი მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა. ის არის საფრთხე ზუსტად, როდესაც ტერორიზმის გამო სანქცირებული უნივერსიტეტი მუშაობს ჯგრიალებს ამ ქვეყანაში. აი ზუსტად ამ პირობებში ეგ არის საფრთხე, რა თქმა უნდა, აბარა არა ახალისება არის, როდესაც უსაფრთხოების სამსახური არ უშლის ამას ხელს, აი ეს არის ახალისება არის, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამას ხელს არ უშლის. სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული, გულისხმობს უცხოურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას, მტრულ საქმიანობას. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით არის უკვე რიგით მეხუთე მოქალაქე გივი თარგამაძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაბარებული მამუკა მდინარაძის უწყებაში. როგორც გითხარით, მას შემდეგ რაც გივი თარგამაძე დატოვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ის უფრო მეტს გვეტყვის იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა განცხადების გამო დაიბარეს ის მამუკა მდინარაძის უწყებაში. იქამდე კი გეტყვით, რომ ჯამში 5 პირი ამდრომდა დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი, გუბა სანიკიძე, გია ხუხაშვილი. გია ხუხაშვილი იყო გივი თარგამაძესთან ერთადერთი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოკითხულიყო. დანარჩენები კი მაგისტრი მოსამართლის წინაშე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ. გივი თარგამაძე გასულ კვირას დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე, თუმცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა.